საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გუშინ გაავრცელა. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უბრალო უმრავლესობას წევრ სახელმწიფოთა შორის როგორც ჩანს უკვე მიაღწიეს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსგან სადავო კანონების მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ელის. ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ნაცნობრაობაში არიან გაერთიანებულები, რა თქმა უნდა, ზუსტად იმავე ხელიდან იმართებიან, რომელიც ხელიდანაც იმართებიან ის ბიუროკრატები, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ განცხადებებს აკეთებენ, რა შუაშია ვიზა ლიბერალიზაცია და მაგალითად სკოლებში, ბაღებში პროპაგანდის, LGBT პროპაგანდის აკრძალვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც მიიღო აღმასრულებელი ბრძანებების სახით, ეს არის, რომ სკოლებში და ბაღებში აკრძალა LGBT პროპაგანდა. ვიღაცა საქართველოს გონია დაბალიყოფე. ვიღაცას გონია რომ თითი შეუძლია დაუქნიოს ქართულს, ვიღაცა შეუძლია რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართლის შეგნებას, ქართლის იდენტობას, მაგრამ არ გადაფიქრდნენ, სანამ საქართველოს განცხადებას გააკეთებენ, იმიტომ რომ ეს მათივე ნათქვამები საკუთარ თავზე უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე საქართველოს რაიმე ზეგავლენას ახდენს. 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს 2 დაზარალებული მოქალაქე გამოკითხეს. მათ გამომძიებლებისა და ექსპერტების შეკითხვებს ადგილზე უპასუხეს და დეტალურად გაიხსენეს 2019 წელს განვითარებული მოვლენები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. იმის დასადგენად იყო თუ არა საპოლიციო მოქმედებები პროპორციული. რუსთაველის გამზირზე საქართველოს პროკურატურა საგამოძიებო ექსპერიმენტებს 11 ივლისიდან ატარებს. უწყების ინფორმაციით გამოძიების მთავარი მიზანი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სრული სურათის აღდგენა და ასევე შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმადროულად ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად დღეს შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტების თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის გარემოებები თუ რა ვითარებაშიც მიიღო მან დაზიანება, დაადასტურა გამოძიების მიწოდებული ინფორმაცია და გამოთქვა ყოფნა გამოძიებისთან შემდგომი თანამშრომლობის. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შეეძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ცნობით, ალიასკაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დაიწყება. ასევე უშაკოვის განცხადებით თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება. რუსული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში უშაკოვის გარდა კიდევ 4 წევრი იქნება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ტრამპი პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ტრამპი ამბობს, რომ წარმატების შემთხვევაში მომდევნო მოლაპარაკებები უკვე პუტინსა და ზელენსკის შორის გაიმართება, რომელშიც შესაძლოა თავადაც ჩაერთოს. CNN-ის ცნობით თეთრი სახლის ლიდერმა ევროპელ პარტნიორებს უთხრა, რომ რუს კოლეგასთან საუბრისას უკრაინის ტერიტორიების საკითხის განხილვას არ აპირებს. ძალიან დიდი შანსია, რომ მეორე შეხვედრაც გქონდეს, რომელიც უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე პირველი, რადგან პირველზე გავერკვევით თუ სად ვართ და რას ვაკეთებ. ეს ბაიდენის ომია, ეს არ არის ჩემი ომი. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი, ეს არც მოხდებოდა. თუმცა ეს არის ის, რაც არის და მე აქვთ რომ ეს გამოვასწორო და შევაჩეროთ. გასულ კვირას 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელები და რუსები. თუ ჩვენ ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, ეს დიდებული იქნება, განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონ გამოყოფს. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად გერმანია გამოყოფილი ფულით შეისყიდის იარაღს, რომელიც ევროპაში არ იწარმოება, ან რომელიც ამერიკის მიერ ევროპელ პარტნიორებსა და კანადაზე უფრო სწრაფად იქნება მიწოდებული. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ისინი სასწრაფოდ არის საჭირო რუსეთის ფედერაციის საჰაერო იერიშებისაგან თავის დასაცავად, რის გამოც უკრაინაში სულ უფრო მეტი სამოქალაქო პირი იღუპება. აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამრიგად, როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის მხარდაჭერის ერთგული რჩება.